ამორჩევას მინდა მიმართო რომ აი ხო ხედავთ რა ხდება ხო ხედავთ რა სიზულულია ჩხუბი და ხო მეტრო არ შენდება ხიდი ხო არ შენდება ქვეყანაში სასამართლო ხო არ კეთდება ეროვნულ ბანკს ხო არ ეშველდა ფასები ხო იზრდება აი ხო ხვდებით რომ სანამ თქვენს ამორჩეველიც და ზოგადად მთელი ქვეყანა გადაყოლილი ამ ჩხუბს არაფერი უკეთესობისკენ არ იცვლება პრინციპის დონეზე პოლიტიკა არის ლაპარაკით კონფლიქტის მოგვარების ხელობა ან როცა პოლიტიკოსები ვერ ვაგდებიან მე იწყება ომები და ჩხუბი და სამოქალაქო დაპირისპირება და ასე შემდეგ. და რო დააკვირდეთ ჩვენ პოლიტიკურ რეალობაში რომელი პარტია გამოთქვას ზადყოფას ილაპარაკოს. აი სად იმართება დებატები მაგალითად. ყველა პარტია გაურბის ამ დებატებს ჩვენს გარდა. ელემენტარულად რაღაც ეტაპზე აი ქართულ ოცნებასთან ლაპარაკიც კი რაღაც დაგმობილი იყო. და საარჩევნო მთელი კამპანია რო აგორდა რომ ჩვენ წინააღმდეგ მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ ვთქვით ჩვენ ზოგადად დაპირისპირება კი არ გვინდა, შურისძიება კი არ გვინდა უკეთესი ქვეყანა და ამიტომ ზადოთ ველაპარაკოთ ნაცმოძრაობას, ქართულ ოცნებას, ყველას ვისაც უნდა იგივე ველაპარაკებით. არ უნდა უკეთესი ქვეყანა, ჩხუბი უნდა, სიზულული ჩვენ არაფერი მათთან საერთოდ არ გვაქვს. იმიტომ რომ ჩხუბი არ არის პოლიტიკოსის საქმე. როცა პოლიტიკოსი ვეღარ ლაპარაკობს, იწყება ჩხუბი. სინამდვილეში ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა უკეთესი თბილისი. ან უკეთესი ზუგდიდი, ან უკეთესი ბათუმი, მაგრამ რომ ამაზე მართლა გულსვლად ვილაპარაკოთ. წარმოიდგინეთ, იქ ვიღაც აქტივისტები ერთმანეთს ცემენ. ყოფილი პარტნიორები, რომლებიც ერთი წლის წინ ოპოზიციაში მართლობა ერთად უნდა და თავრობის ჩამოყალიბება ერთმანეთს ლანძღავენ ისე რომ აი მეც კი არ გამილანძღავს. მე ყველაფერი გავაკეთე. მათ შორის როცა ბოიკოტზე საუბრობდნენ, აუხსენით როგორი ბოიკოტი უნდა იყოს თუ ეს ეფექტიანი იყოს, ამაზე არ წამოვიდნენ. როცა არჩევნებზე როგორ უნდა მოიქცეთ რომ არჩევნები მოვიგოთ, მაგრამ ამაზე არ წამოვიდნენ და მე უკვე რომ გააკეთეს ყველაფერი რომ არჩევნები ნამდვილად წააგო. ვიღაცა დამხობას აწყობს, ვიღაც არჩევნებით რევოლუციას აწყობს, ლელოც ხო ამას აკეთებს. ლელო ხო არ ამბობს რომ მე მინდა კარგი თბილისი იყოს, მე მინდა რა ვიცი, ხიდები იყოს, საცურები არ იყოს. არჩევნებში მონაწილეობას უწევს ბრძოლის ერთ-ერთ სტრატეგიას. მოვიგებთ არჩევნებს და დავამხოთ ბიზნესს. მეტიც იქამდე მივიდნენ რომ დილასო არჩევნებზე მოდითო და საღამოს მიტინგზე. ანუ წარმოიდგინეთ რომ იქნებ იგებენ, ვის უწყობენ, იქნებ არჩევნებს იგებენ. ამიტომ უნდა მოვიდნენ თქო ნაცმოძრაობას რომ დაგველოდეთ 9 საათამდე გამოცხადება, შედეგი იქნებ მოვიგეთ, თუ მოვიგეთ არ გვინდა რევოლუცია და თუ არა და დავამხოთ ერთად. ან ხო ხდეთ რამდენად სასაცილოდ გამოიყურება ეს. აი ეს სიტუაცია და თბილისელი მაგალითად ფიქრობს, აი ხო შეიძლება უნდოდეს უკეთეს მასთან სასოფლში არიდგეს. ამაზე ხო უნდა ვილაპარაკოთ რომ რაღაც რა გავაკეთეთ. მაგალითად მეტრო ყველა მიცის, აი ყველა ნებისმიერ აზრის დონეზე გასაგებია რომ მეტრო ჯობია ტრამვაის. მით უმეტეს ისეთ დიდ ქალაქში ვარ თბილისი. ამაზე შეიძლება იყოს დისკუსია, მაგრამ აი მეტრო რო აშენოს, ამაგეთ რამდენი შეთანხმება დაჭირდება თუნდაც ცენტრალურ მთავრობასთან. ესე იგი მერი რომელიც ხელს უწყობს მეტროს შენებლობას, ის რაღაცნაირად შეთანხმებულად მუშაობს ცენტრალურ მთავრობასთან. და თუ შენ მერი ხარ რომელიც ებრძვის და რევოლუციას უწყობს ცენტრალურ მთავრობას, მეტრო ხო არასდროს არ აშენდება. სიამოვნებაში ჩვენი პოზიცია რომ უკეთეს ქალაქში გვინდა ცხოვრება, უკეთეს ქვეყანაში, ნიშნავს რომ ეს ჩხუბი უნდა დავასრულოთ. ამ ჩხუბი არ დასრულდება, არაფერი არ გვეშველება.